მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ რედერი, ისევ თბილისის ქუჩებში, აქაურ ქაოსში და გარემოში, სადაც მიწევს ყოველდღიურად მოძრაობა და ქალაქის ბევრ უბანში მიმოსვლა. Რა თქმა უნდა, შეიძლება იფიქროთ, რომ ყოველი ვიდეო ერთმანეთს გავს, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოველი დღე ახალი თავგადასავლებით არის და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ ხდება ქუჩაში მოძრაობისას, რასაც ყოველთვის ვცდილობ რომ გადმოგცეთ ვიდეოში. მადლობა ჩემს გამომწერებს, უკვე გადავწდი 1000 გამომწერს და მიხარია რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ვაკეთებ იმიტომ რომ ნახოთ თუ როგორია კურიერად მუშაობა, რა ხდება კურიერის გარშემო, როგორი ხალხი მოძრაობს ქალაქში და რამდენად რთულია ქალაქში მოძრაობა. მადლობა რა თქმა უნდა ჩემს ერთგულ მაყურებლებს, რომლებიც პოზიტიური კომენტარებით მოვსებთ. მიხარია რომ ჩემს გვერდით ხართ ყოველთვის. ასევე ქალაქში მხვდება ბევრი ადამიანი, რომელიც უკვე მცნობს და მიხარია რა თქმა უნდა мотивация არის, თუნდაც ის კარგი სალამი, თუნდაც ის მოკითხვა, რაც ადამიანის ხასიათზე მოქმედებს და შემდეგ მთელი დღე რა თქმა უნდა დადებითად ატარებ ქალაქში დროს. რაც არ უნდა უხეში თუ ცუდი ხალხი შეგხვდეს მოძრაობისას. კიდე მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, Instagram გვერდზე დამეკონტაქტა ერთი კარგი ადამიანი, რომელმაც გადმომცა საჩუქრად ტელეფონის დამჭერი, რაც ძალიან მიხარია და მადლობა კიდევ ერთხელ მეგობარო, წარმატებებს გისურვებ შენც ამ ქაოსურ ქალაქში მოძრაობისას. და ნუ რა თქმა უნდა, ყველა ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ კი ვინმეს რაიმე კონტაქტი მოგინდებათ ჩემთან ან რაღაც საკითხთან დაკავშირებით საუბარი, რა თქმა უნდა შეგიძლიათ მომწეროთ ან მეილზე, ან Instagram გვერდზე, სადაც ნებისმიერ დროს შეძლებს დაგვარად გაგცემთ პასუხს. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც მიყურებს და ადევნებს ჩემს ვიდეოებს თვალს. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, ვისაც არ ყავარ გამოწერილი, არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. მე კიდევ შეუდგები ახლა მუშაობას. ერეთელზე უნდა ჩავიდე ახლა ზუმერში, რომ მეორე შეკვეთა ავიღო. ქალაქს ეთყობა უკვე შევსება, ხალხი ჩამოვიდა, შვებულებები მორჩა და გასულები არიან სამსახურებში. აგვისტოს თვე ყოველთვის ნაკლებად შემოსავლიანია, რადგან ხალხი გასულია ქალაქებიდან, ისვენებენ და შესაბამისად შეკვეთებიც ნაკლებია. სექტემბერში კი, როცა ყველა უბრუნდება თავის სამსახურს, იწყებს ისევ შეკვეთების ზრდას. ამ კვირაში ცოტა არეული ამინდებია. წვიმს ქარია და ნუ მაინც როგორც შემოდგომა შეეფერება. უბრალოდ ამ პერიოდში მაინც თხლად ნუივლით, რადგან მათ ყუარ ამინდებია და დიდი შანსია გაციების. მეც მზე გამოვა დამცხება, გავიხდი, ცოტა გადავა და ისევ აგრილდება. ნახევრად გახდილი და ნახევრად ჩაცმული დავდივარ. ისე ბარემ ვიტყვი, დაახლოებით აი ამ სივრცეში დავკარგე ჩანთა. პატარა ჩანთა არის მიკროფონის, სადაც მედო დამტენი. ნუ იმედი არ მაქვს, მაგრამ ვიტყვი თუ მაინც ვინმე ნახა და იპოვა. მადლობელი ვიქნები თუ შემეხმიანება და მომაწვდის, იმიტომ რომ არაფერი არის დო ერთადერთი დევს მიკროფონის დამტენი, რომელიც ცალკე არ იყიდება საქართველოში და გამოწერა არის საჭირო. დაპოსტვითაც კი დავპოსტეთ დაკარგული ნივთების გვერდზე, მაგრამ ნუ ცოტა რთული ლოკაციაა. ბევრი ხალხი მოძრაობს, 1000 ეროვნება არის და არ ვიცი ახლა ჩვეულებრივმა გამლევმა აიღო თუ ვინმე მაგ ტერიტორიაზე მომუშავებ, მაგრამ მადლობელი ვიქნები თუ გამოჩნდება და ასე ვთქვათ დავიბრუნებ მაგ დამტენს. მადლობა. მესამესაც მიმოტებს. ჯოკერ შოუ. ავიღოთ და დავიაროთ, მაგრამ დიდი დიღმის ტერიტორიაზე გადამისროლა. იქედან უნდა გამოვიქცე. ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და სულ დადებითი კომენტარები მხვდება. მართლა არ მეგონა თუ ამ ხელა გამოხმაურება მოყვებოდა ჩემ ვიდეოებს. ნუ რა თქმა უნდა დადებითი. მიხარია რომ ჩემს გვერდით ხართ და ელოდებით ხოლმე ჩემს ვიდეოებს. უბრალოდ გადაღება ცოტა რთულია, როცა თან მუშაობ და თან იღებ. პარალელურად მინდა რომ კარგი საყურებელი იყოს და მონტაჟის დროს დიდი დრო მჭირდება ხოლმე, რომ ხარისხი დავდო. მუსიკებს რაც შეეხება, მადლობა გემოვნების შეფასებისთვის. უბრალოდ თვითონ YouTube არ მაძლევს საშუალებას, რომ რაღაცა მუსიკები გამოვიყენო და მიბლოკავს ვიდეოებს. ამ ვიდეოში კი ვეცდები რომ რაღაცა ისეთი სიმღერები ჩავსვა,
რომელზეც არ შემექმნება ატვირთვის პრობლემა. როგორც ხვდები, თვალს ადევნებს ის ხალხი, ვისთანაც მიმაქვს შეკვეთა და ძალიან მიხარია, რომ ესე დადებითად არიან განწყობილები. აღნიშნავ იმ ფაქტს, რომ დაახლოებით 4-5 წელია, რაც ამ სფეროში ვარ, შეიძლება სისტემატიურად არა, მაგრამ პერიოდულად მაინც ამ ბოლო დროს უკვე საკურიერო სფეროს დავუთმე დრო, რადგან სხვა რამით არ ვარ დაკავებული. ერთ-ერთი კომენტარი იყო ტიპთან დაკავშირებით, რომელიც მომხმარებელმა დამიკომენტარა. ზოგადად ვიტყვი იმას, რომ მეც როდესაც გამომიძახებია შეკვეთა და არ მქონია ზედმეტად თანხა, რომ ტიპი დამეტოვებინა, მერიდებოდა ლარის დატოვება, მაგრამ რო დავუკვირდით ან რომ მუშაობ და უბრალოდ ხედავ, რომ პატივისცემის ნიშნად და დაფასების ნიშნად თუნდაც იმ ლარი იქნება თუ 3 ლარი თუ რაც არის, უბრალოდ мотивაციას აძლევს კურიერს და არასდროს არ მოგერიდოთ, რა თანხაც არ უნდა იყოს, ეს უბრალოდ პატივისცემის გამოხატვა არის, როდესაც შრომობს ადამიანი და მოაქვს შეკვეთა. ნებისმიერი თანხა წამახალისებელია მისთვის და შეიძლება ცუდი ხასიათი გამოუსწოროს. ცუდი ხასიათი რა თქმა უნდა სიარულის დროს. როგორც აღვნიშნე, წლებია რაც ამ სფეროში ვარ, მაგრამ არასდროს არ მქონია მომხმარებელთან რაიმე კამათი. თუნდაც რომ დაქცეული კოკა-კოლა მისულიყო, პირიქით ვცდილობდი რომ ჩემი ჩართულობით გამოსწორებულიყო ეს დაზიანება, ხარჯებით თუ საფორცის დახმარებით. მაგრამ ყოველთვის დაძაბულობა იქნება გზაზე, სიარულის დროს, 1000 შარია, არის ქაოსი და როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნე, ერთმანეთის დაფასება აღარ ჩანს. კი არიან ერთეულები, სამწუხაროდ ესე ვიტყვი და არა ყოველი მეორე. აგრესია სუფევს ქალაქში, არც მადლობა, არც რაღაცა ღიმილი, ყველა დაძაბულია, ყველა ნერვოზიანია. და რადგან მოპედი ხარ და ხედავენ რომ ვერაფერს დააკლებ, უმეტესობა მაინც გზას არ გითმობს, როდესაც შენ გზაზე მიდიხარ, თორე თუ სხვის გზაზე ხარ და არ ღვევ, რა თქმა უნდა, მან არ არის გასამართლებელი ის, რომ მოპედის მძღოლი არასწორად მანევრირებს ქალაქში. მანქანითაც მოძრაობ და მოპედითაც, მაგრამ ყოველთვის ყურადღებით ვარ მით უმეტეს, რომ ვიცი როგორი მოძრაობაა ქალაქში და თუნდაც მოპედები და თუნდაც მანქანები როგორ მოძრაობენ. იმედია მზად არის. 415 მადლობა. 3 შეკვეთა მიმაქვს ერთად. უბრალოდ ერთი ტექნიკაა და 2 საკვები. ახლა უნდა მოვათავსო ისე, რომ რაიმე არ დაზიანდეს. ვინც მარგეს სულ შაურმას იძახებს, დიდი ალბათობაა იმისი, რომ გაჟონოს. პირადად ეს ახლა არ არის გაჟონილი, მაგრამ მქონია შემთხვევები, რომ კეჩუპი და მაიონეზი გამოსულა და ცელოფანი დაუზიანებია. გამარჯოს, გემრიელად მისთ. არაფერს. გამარჯობა. შეკვეთა არის. გამარჯოს. გემრიელად მისთ. ხამ შეკვეთას არ აუგებ რა თქმა უნდა. გაქრეს თუ გაქრება. ამიტომ არ მიყვარს აქეთ ყოფნა, რომ დაბალი ტარიფებია და უაზრო შეკვეთები. 2 და მიმატა ახლა. გამარჯობა. 11-ს დიდი დრო უნდა? აუ, დიდი დრო არის. სირცხვილია რა. უნდა ჩავახსნე ვინ ორივე. ჯობესია გავერიდო რა აქაურობას. იმედია მალე ჩავხსნიან. მირჩევნია ეხლა ჩავხსნან და გავეცავო აქაურობას და ისე დავკარგო დრო, ვიდრე აქ ვიყო და უაზრო შეკვეთები ვატარო. 3 შეკვეთა დავტოვე და 16 და 50-ია გამომუშავებული რა. რამდენს იძლევიან არაჩვენებს. იქნებ საერთოდ არ მაწყობს. რა თქმა უნდა პროცენტულობაზე მოქმედებს ახლა ეს. წეგან ხორი ჩავიხსენი და ახლა კიდე რო ვიკითხეთ 15-20 წუთი დასჭირდებაო. სასაცილოა რა.
ინაღამს ხვის მოპედზე დავჯერ. Поворотники ხო გაქვს? რა საპიპინებთ? მე რა არ უნდა ჩართო? ვერ გავი რა დაგცილდე ეგრევე რო ატორმოზებ როგორ დაგცილდე რომ მოტყვები? რა გაბარიტი შენ გაქვს? რა მნიშვნელობა გაბარიტი მაქვს თუ არა თო? ყურადღებით იარე ამას გეტყვი მე რა. დღეს რაღაცა ვერ არის შეკვეთები და თან რაღაც უაზრო ტარიფები შემოდის. 2 საათი ნახევარია რაც გამოსული ვარ და 7 შეკვეთა მაქვს დატოვებული. Hello. Hello, please. Enjoy. ძალიან საზღარი ტარიფებია რა. უნდა ვიყო 4 წუთი კი მიწევს ლოდინი და იმედია მეტი არ იქნება. ქაურობა ისო გადათხრილია. მანქანებთან დისტანცია დაიჭირეთ ამ გზაზე, რომ ჭები ნახოთ და არ ახდეთ. საცობებია რა თქმა უნდა. ძაღლიც კი შოქშია. გამარჯობა. ვის შეიძლება რომ ვკითხო? ყინულები არის მარტო. მეწყალი უნდა ვიყო. თორე ძალიან მომწყურდა. ისე რავი, არ იქნებოდა ცუდი სპონსორობა. ამის სასმელი. მადლობა. კარგად. არა, წყალს არ ჯობია არაფერი. სიცხეში მინიმუმ 3-4 ბოთლი წყალი გვჭირდება. ან ერთი დიდი. ბენზინის გარდა დღიური ხარჯი არის საკვები და სასმელი. ნუ შეიძლება ჭამით, გარეთ არ ჭამო, მაგრამ უმეტესობა ვინც ჩემნაირად 5-6 საათს მუშაობს მინიმუმ, ყველა ვარიანტში გიწევს გარეთ ჭამა. და სიცხეში წყალი კიდე ძალიან საჭიროა. აი ესე მიდის მშენებლობა. ამ წეკრანი ზიდავს არმატურებს. შეკვეთები არ შემოდის. დიღმის მხარეს ძალიან მაწვალა. პირველი 3 შეკვეთა დაუტოვე და ვერც გამოვიქეცი აქეთ. და შეკვეთებიც თუმცა ყველაზე ლოდინი მიწევდა მინიმუმ 10-15 წუთი. გამარჯობა. ისევ საბურთალოზე ჯობია გადასვლა. რა საცობია რა არის. ოპა. ავიღო. ნუ კაი ავიღო. სააკაძის მაკიდან შემოვიდა შეკვეთა. გამარჯოს. გამარჯობა 553. ცეზარი და ფრიარი მარტო. დიდი დრო დასჭირდება? გოვა. აუ მეორეც დამიმატა ისე. ეს აქ არა. აუ აი. მადლობა. მაჭახელა შეკვეთ. გამარჯობა. ეს არის ხო? იმერულია? კი. მადლობა.
აქ დიდი ალბათობით ჩაფხუტის მოხსნას მომთხოვენ, რადგან სახეზე იდენტიფიცირება შეძლო. დამზადდა ესეც და მესამეზე მიწევს ასვლა. კარგი. ყოვახსენე, ავიწიოთ. არ მესმის ისე ამ ლოგიკის რა. იმიტომ რომ არაბი ქალები როცა დადიან ჩადრებით, სახე არც უჩანთ რა და არც არავინ არ აკონტროლებს, რომ რამე შემოაქვს თუ გააქვს რა. და ახლა კურიერებზე რატო ხდება ეს საპრობლემო, რომ ჩაფხუტები შემოვიდნენ, მით უმეტეს იქნება არ მინდა რა მოხსნა და არ მაქვს სახე რაღაც ნორმალურ მდგომარეობაში. როცა მთელი დღე გარეთ ხარ და რაღაცა დისკომფორტი გექმნება შენ ჩაფხუტის მოხსნა გაკეთების ხშირად. მით უმეტეს როცა ამ ობიექტებზე დადიხარ. ყოველი შემთხვევისთვის არ არის ეს მიღებული. ისე გავიკეთებ, რომ უკვე გასასვლელში ვარ. ეს არის ჩემი მე-12 შეკვეთა. ნუ ვეცდები 15-მდე დავამრგვალო. უბრალოდ დროში ვიზღუდები და შემდეგ შევწყვეტ მუშაობას. Gotcha. Quando irò mi tratto? Non sto qui. Carica giù andare. Gava giù. Ruolo sotto fondo siamo. Andiamo qua. Carica. Facem o să vedem. Ho, meșui de sartulia, ho? Ja, mește sartulia. Na Hondus. Oh shit. Here we go again. Ne care se tot caldea. Allora riproviamo. მოკლედ მეგობრებო, ესეთი იყო ჩემი დღევანდელი დღე, რითიც რა თქმა უნდა არ ვარ კმაყოფილი. დღეს გამოვედი სამუშაო 2 საათზე, ახლა არის 7:20 წუთი. ნუ 15 შეკვეთა დავტოვე ამ დროის განმავლობაში. შეკვეთის რაოდენობა შეიძლება ცოტა არ არის, მაგრამ 4 საათში და 20 წუთში გამოვიმუშავე 70 ლარი. ნუ საკმაოდ ცუდი ტარიფები იყო, ცოტა ცუდი შეკვეთები მომცა. შუა დღიდან გამოვედი სამუშაოდ და ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ დილით ადრე გამოვიდე და შემდეგ ესეთ დროს ნორმალური თანხა მქონდეს გამომუშავებული. ამ პერიოდში გამოსვლის დროს ძალიან ცუდ შეკვეთებს იძლევა და შეიძლება სტიმული აღარ გქონდეს მოტივაცია მუშაობის. მადლობა ჩემს გამომწერებს, ვინც უყურებთ ჩემს ვიდეოებს და მოგწონთ. შეგახსენებთ რომ მათაც გამომწერს გავცდი, რაც ძალიან მახარებს. ეს ყველაფერი ისევ იმიტომ ხდება, რომ ხალხმა ნახოს თუ როგორია მუშაობა კურიერად და რა გზას გადის კურიერი, როდესაც შეკვეთას იძახებს. ნუ რა თქმა უნდა არ ვარ დღევანდელი დღით კმაყოფილი, უკეთესი შეიძლებოდა. რას ვიზამთ, ხან ესეა, ხან ის. ეს ჩანს ხოლმე ჩემს ვიდეოებში, არის დღე, როდესაც კარგად მიდის მუშაობა, არის როდესაც ნორმალურად იწერება ტარიფები, მაგრამ დღევანდელ დღეს რა თქმა უნდა არ გაამართლა. თქვენ კი ვინც მიყურებთ და არ გყავართ გამოწერილი, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. მე კი დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. დროებით.